Ja, zeker. Ik heb 1 jongen gevonden, of 1 jongen gezien, die vond ik echt fantastisch. Maar het is dat heel moeilijk om nu te gaan zeggen wie het is. Dat vind ik niet zo leuk ten opzichte van de anderen. Maar er was 1 jongen bij, die vind ik echt fantastisch. ერთ-ერთი ამ მონაწილეთაგან ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ახალგაზრდა. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი არის ძალიან დაჯილდოებული დიდი ნიჭით და ტალანტით, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელს და გვარს, რომ სხვებს არ ეწყინოთ და мотиваცია არ დაუკარგოთ. იმედია უცში ეს ყველაფერი უკვე ცნობილი გახდება. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მობრძანებისთვის. აქვე დაგემშვიდობებით. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. დიახ, გისმენთ. Het is zelfs zo, omdat het dus op YouTube is te zien. Op YouTube kun je de hele workshop volgen. En ik kreeg al een mailtje van iemand die ook deze jongen meteen eruit pikte en zei van nou, neem die maar mee naar Holland. Wow. რამდენადაც ეს ყველაფერი YouTube-ზეა უკვე განთავსებული და სპეციალური საიტიც არის ამ ფესტივალის workshop-ის შესახებ, ცალკე საიტიც არის. უკვე ჰოლანდიელებიც თვალყურს ადევნებენ როგორ იქნება და უკვე ერთ-ერთმა კოლეგამ მომწერა, რომ აი ეს ახალგაზრდა ადამიანი ხომ არ წამოიყვანოთ ჰოლანდიაში. მშვენიერია. მოკლედ ყველაფერმა რა თქმა უნდა თავისი შედეგი გამოიღო. ვნახოთ რა მოხდება უკვე 20 ივნისს. მე მანამდე გემშვიდობებით, შემდეგ უკვე კლავინდებურად გელოდებით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კი რადიო მსმენელს შეგახსენებთ, რომ ჩვენთან დღეს სტუმრად გერიტ ვან დაიკი გახლდათ, შემოქმედი, რომელიც მე-20 და მე-19 საუკუნეების ხელოვნების სურნელსა და სურათებს ესე ხორცს ასხავს, შეიძლება სწორედ აი ასე ითქვას და რა თქმა უნდა ქალბატონი დალი უბილავა de Grafi, რომლის გარეშეც უბრალოდ დღევანდელი დღე და სრულიად ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა. დიდი მადლობა ქალბატონ დალის სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა რადიო ფორტუნას აი ამ შანსისთვის. მინდა 2 სიტყვით ქართულ მსმენელს შევახსენო, რომ კიდევ 3 დღე გაქვთ, რომ ესტუმროთ ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალს კინოთეატრ ამირანში, რომელიც დაიხურება 19 ივნისს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ვებსაიტს festival.iberia.nl. დიდი მადლობა. ჩვენ დაგიბრუნდებით, არ გადართოთ. ეთერშია Argun FM. რეკლამა. იგივე პროდუქტი, იგივე ხარისხი, იგივე ფასები. რომპეტროლის პარტნიორი. ჩვენთან მხოლოდ რომპეტროლის ევროპული საწვავია. ჩემი თანამედროვეა, ისეთი როგორიც მე მიყვარს. ჩემი ცისარტყელასავით ფერადია. ჩემი გამჭვირვალეა. გამოხატე საკუთარი თავი. TBC ბანკის ახალი საკრედიტო ბარათით Prime Card. შექმენი დიზაინი, აირჩიე პირობები. მიიღე 0% პირველი 3 თვის განმავლობაში. TBC ბანკი 27 სიახლე ავიაკომპანია აირზენასგან გთავაზობთ პირდაპირ რეისებს ბათუმიდან მოსკოვი კვირაში 2ჯერ, კიევი ყოველდღე, თელ-ავივი კვირაში 2ჯერ, ბაქო კვირაში 3ჯერ, თეირანი კვირაში 2ჯერ, თბილისი ბათუმი თბილისი ყოველდღე. დაგვიკავშირდით 832 255 005 899 ან ეწვიეთ საიტს www.airzena.com. Aldagi BCI-ში ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვა უკვე შესაძლებელია მაშინ, როცა გჭირდება. მიიღე Medic Card-ი. თანხას გადაიხდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმთან წასვლა გჭირდება. 5 წუთით ადრე. დარეკე 444 999. გამოიძახე დაზღვევის აგენტი და გახდი Medic Card-ის მფლობელი. უნიკალური შემოთავაზება Aldagi BCI-სგან. Medic Card-ი. დაეზღვიე, როცა გჭირდება. საფრანგეთი, პარიზი, ადგილი სადაც მსოფლიო მოდა იქმნება. საქართველო, თბილისი, ადგილი სადაც მსოფლიო მოდის შედევრები უნდა შეიძინოთ. მაღაზია კოპკოპინე ზრუნავს თქვენს განუმეორებელ იმიჯზე და გეპატიჟებათ უმაღლესი მოდის უახლეს კოლექციაზე 40%-იანი ფასდაკლებით. სავაჭრო ცენტრი GTC და აქსის შოპინგი. ყაზბეგის 24-ში. კოპკოპინე. ყველაფერი თქვენი შარმისთვის. ახალი ნათება გთავაზობთ ეკოდღეების აქციას 6 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით. შეიძინეთ ახალი თაობის ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური, მაღალი რესურსის დიოდური LED ნათურები 15%-იანი ფასდაკლებით. ახალი ნათება, it's LED time.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია BIG გთავაზობთ ავტოსალონ სესხს ყველაზე კარგი პირობებით. მობრძანდით და მიიღეთ თანხა თვეში მხოლოდ 4%-ად. ტელეფონი 950 950, მისამართი მარჯანიშვილის 15, წერეთლის 117, ალექსანდრე ყაზბეგის 23. ჩაერთე ბილაინის გათამაშებაში 17 ივნისამდე და მოიგე ოროთახიანი ბინა ვაკეში ახალ აშენებულ ძალში 20,000, 15,000, 10,000 და 5,000 ლარი. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღება დაკრიფე. ფიფქი 500 ძიეზი და ოკეი. რეგისტრაცია უფასოა. აქციის პერიოდში ბალანსზე ერჯერადად ჩარიცხულ ყოველ 3 ლარზე მიიღე გათამაშების 1 ბილეთი. გათამაშება ჩატარდება 19 ივნის, 18 საათსა და 30 წუთზე. რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. ბილაინი. გადმოდი ნათელ მხარეზე. Arai, Emit Electronics, Beko, Go Electronics, Megatechnica, Eurotechnics. მთელი სართული ტანსაცმლის მაღაზიები და ერთადერთი ბოულინგი თბილისში, სავაჭრო ცენტრ თბილისი ცენტრალში. 38, 30, 30. რადიო ფორტუნას სარეკლამო სამსახური. ოქრო სტანდარტი FM-ზე. ჩვენ ჯგუფი ფრანი, სიმებიანი კვარტეტი და საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისთვის ვეხმარებით 2008 წლის მოვლენების შედეგად დროებით გადაადგილებულ ბავშვებს. პროექტის მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, რადიო ფორტუნა, Music Box, სარეკლამო კომპანია ისარი, Outdoor-G, კინოთეატრები, რუსთაველი და ამირანი, Geonius, Forpi House, Ergolaini, 18 ივნისი, თბილისი Event Hall. დასაწყისი 22 საათი. შემოგვიერთდით. უსმენ და გრძნობ, რომ ეს საუკეთესოა. რადიო ფორტუნა, მხოლოდ სუპერჰიტებით. ეთერშია FM. ექსკლუზიური სატელეფონო ჩართვა. ეთერში RTFM და ნამდვილად ექსკლუზიური სატელეფონო ჩართვა პირველად RTFM-ში მინდა მოვიწვიო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი. ქალბატონო მაკო, მოგესალმებით. განსაკუთრებული პრესკონფერენცია გაიმართა. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ჯაზი და ამიტომ ძალიან მიხარია რომ უკვე პრესკონფერენციაც კი განსაკუთრებული იყო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იყო ღიმილი, რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული და პლუს 5 წლის იუბილე, მე-5-ეთ Black Sea Jazz ფესტივალი საქართველოში და მე როგორც ვიცი, ეს განსხვავებულია, რადგან ესეთი საიუბილეო თარიღი დაემთხვა ამ ყველაფერს. ამის შესახებ უკვე ამომწურავ ინფორმაციას თქვენ მოგვაწვდით. დიახ, იმიტომაც რომ საიუბილეო და იმიტომაც რომ ჩვენ თვლით რომ ყველა ფესტივალი წლიდან წლამდე აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ქალბატონ მაკო, უფრო კონკრეტულად, რომელი განსაკუთრებული სტუმრები გვეწევიან და რითი იქნება ნამდვილად განსაკუთრებული? მე როგორც ვიცი, 4 სცენა განთავსდება ბათუმში, თეთრ ქალაქში. განსაკუთრებული იქნება სწორედ ამით, რომ მთელი ქალაქი შეიძლება ითქვას იცხოვრებს ამ დღეებში ჯაზით, იმიტომ რომ ეს არ იქნება როგორც სხვა წლებში ერთადგილას კონცერტები მხოლოდ, გაიმართება 4 სხვადასხვა სცენაზე კონცერტები და პლუს ამას ჩამოდის კიდევ ძალიან საინტერესო ჯგუფი, რომელიც ბათუმის ქუჩებშიც კი გამართავს კონცერტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 3 დღის განმავლობაში კონცერტები იქნება უფასო, ყველასთვის ნებისმიერ მსმენელს შეუძლია მივიდეს და მოისმინოს ძალიან კარგი მუსიკა, ძალიან ბევრი სიარული მოუწევთ, იმიტომ რომ უნდა იმოდრაონ 4 სცენას შორის და ისი ამოვნოს და მე ძალიან მიხარია, რომ ეს არ იქნება რაღაც გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა გადაიხადონ თქვათ მთელი ჯაზ ფესტივალის საგზურის ფული და განთავსდნენ სასტუმროში, არამედ შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას ქობულეთში, კვარიათში, გონიოში ყველგან დაისვენონ და იარონ კონცერტებზე და უფასოდ მოისმინონ
მართლა ძალიან კარგი მუსიკა. რამდენად რთული იყო სტინგის დათანხმება საქართველოში ჩამოსვლაზე თვითონ კონკრეტულად? ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და სტინგი ჯაზ ფესტივალის ფარგლებში არ ჩამოდის, სტინგი კრის ბოტის პროექტში ჩამოდის, ეს 3 ივლისი იქნება, ხოლო ჯაზ ფესტივალი 19-ში დაიწყება. ანუ ეს მრავალფეროვან ზაფხულს თავაზობს კულტურის სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა, სწორედ ეს მინდოდა რომ გეთქვა თქვენ პირდაპირ ეთერში, უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის და დიდი მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენზე. მინდა შეგახსენოთ რომ გადაცემაში Art FM ექსკლუზიურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭაღოშვილი საუბრობდა. ერთი ფესტივალი, მეორე, მესამე, მოკლედ ისეთი განებივრებულები ვართ. ამჯერად კი მე მინდა წარმოგიდგინოთ ფესტივალ Art Geni 2011-ის ორგანიზატორი თამარ მელიქიშვილი. თამარ, უღრმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს განსაკუთრებული სტუმრები მყავს და მე ძალიან მიხარია. თამარ, როგორი იქნება Art Geni 2011? მე ვიცი რომ თქვენ ძალიან დიდი ისტორია გაქვთ და მსმენელებმა თუ რომელიმე მარიცის, ვისაც მომართული გაქვთ ტალღა 106 და 9, გეტყვით რომ 2004 წლიდან იწყება ეს ყველაფერი და თავიდან იყო მხოლოდ თბილისში. შემდეგ უკვე რეგიონებზე გადაინაცვლეთ და რაც მთავარია პრესკონფერენციასაც კი იქ აწყობთ ხვალ. მოკლედ რა, როგორ და რანაირად მოხდება? და რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? ამ წლების განმავლობაში საინტერესო ის არის, რომ ჯერს ერთი ის რომ მერვე წელია უკვე ფესტივალი არსებობს და მინდა გითხრათ, რომ მისი მასშტაბები წლითი წლობით იზრდება. კარგია ის, რომ უკვე რეგიონი არის ჩვეულებრივი იქ ჩასვლა, არის ჩვეულებრივი ამბავი Art Geni-ისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ჩვენ მთლიანად როგორც საქართველოს შვილები ისე ვგრძნობთ თავს და Art Geni არის მთლიანად საქართველოს და არა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფის და სწორედ აი ეს გვინდოდა დაგვენერგა, რომ ყველას ერთ ოჯახად ეგრძნო თავი და არა მარტო თბილისში ჩამოსულიყვნენ, თბილისიდანაც ჩასულიყვნენ და არა მარტო თბილისიდან, თვითონ რეგიონებს დაიწყოთ ერთმანეთთან სტუმრობა. თვითონ ერთ რეგიონს სხვადასხვა სოფლებს და ასევე სხვადასხვა რეგიონებს, რაც ყოველწლიურად შემდგომში ხდება მათი გაერთიანება, რა თქმა უნდა, თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც თავისთავად უკვე საინტერესოა თავისი შინაარსით, იმიტომ რომ პატარა საქართველოს, ასე ვთქვათ, მოდელს წარმოადგენს. სიახლე ის არის, რომ ისევ ახალი თემა გვაქვს, ის რომ უფრო მეტი ყავს საერთაშორისო სტუმრები, ესენი არიან დაუშვათ კატალონიიდან, ავსტრიიდან, შრი-ლანკიდან, ასევე კიდევ ველოდებით, უკრაინიდან და ველოდებით ასევე საფრანგეთიდანაც, ასე რომ მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და როგორც საქართველოს გზნობს ერთ ოჯახად თავს Art Geni-ში, მე მგონი უკვე თვითონ საერთოდ მსოფლიო ფოლკლორიც კი ერთად ნელ-ნელა გაერთიანდება და საინტერესო იქნება სწორედ რომ დავაფიქსიროთ ჩვენი თვითყოფადობა და ასევე ვემეგობროთ სხვა ქვეყნების თვითყოფადობას. მე ძალიან გამეხარდა რომ სანამ ვინმე იტყოდა საერთოდ ამ ფესტივალის შესახებ, ანუ წლევანდელი ფესტივალის შესახებ, მოგვეცა საშუალება რომ ექსკლუზიურად Art FM-ში გვესაუბრა. 18 ივნის ფესტივალის გახსნა დაგეგმილი უკვე სოფელ მირზაანში, პრესკონფერენციასაც კი დავასწარით და მე ამითი ვამაყობ. ესეთი ექსკლუზივებით არის ახსავს ყოველთვის გადაცემა. მოდით დავაკონკრეტოთ, რა მოხდება უკვე 18 ივნის? 18 ივნის მირზაანში იქნება ესე იგი პირველი დღე გახსნა რეგიონალურის, მოეწყობა პრესკონფერენცია, ანუ გაცნობა ჩვენი სიახლეების ანუ გახსნა საიუბილეო მერვე წლის, დავაფიქსირებთ ისევ თემას და მივესალმებით ყველას, ვინც კი მირზაანში ჩამოვა და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მიზნებს და მთავარ მიზანს, რომ ეს უნდა იყოს არა სამუზეუმო, არამედ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს და ამიტომაც არის სწორედ სახალხო ზეიმად ქცეული. ამის შემდგომ 18-დან ჩვენ წავალთ 23-ში რუსთავში, სხვა შორის პირველად ჩავდივართ იქ და საინტერესოა სწორედ იმით, რომ მარნეული მიიღებს მონაწილეობას ბოლნისი და ასევე ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და ალბათ მთლიანად აი ფოლკლორის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მერე დასავლეთში წავალთ, ანუ ფოთისკენ გავემგზავრებით, რომელიც ტურს გულისხმობს. წავიყვან. ეს ორდღიანი ტურია თუ არ ვცდები? კი ბატონო, ჩვენ ჩავრთეთ ასევე ღირსშესანიშნაობების მონახულება, ასევე მოვიქეცეთ შარშანს, სხვათა შორის ვარძიისკენ რო წავედით, ჩვენ ხერთვისი და ულაშქრე. ინფორმაციული, მხიარული, საინტერესო, მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ ხაზს უსვამს იმას, რომ შიდა ტურიზმის განვითარება არის ყოველთვის ჩვენთვის აი ესე თანმდევი, იმიტომ რომ რეგიონები რო გახსოვთ, რომ პირველად რო დავიწყეთ სიარული, რამდენად მიტოვებულად გზნობდნენ თავს და არ დამავიწყდება 2007
დასაშვეთში, როდესაც ჩვენ ლენტეხისკენ რაჭა-ლეჩხუმში გავემგზავრეთ და ცაგერს უახლოვდებოდით შუაღამეს. მთელი მოსახლეობა გამოსული იყო, კიდებდნენ რაღაცებს, ღებავდნენ ხიდის მოაჯირებს, ანუ ეს იყო ისეთი ბედნიერება მათთვის, რომ აი ეს რაღაცა დაუვიწყარი არის.